კონკრეტული მედიკამენტების შერჩეულია. იწყება ფარმაცევტულ კომპანიებთან პირობებზე მოლაპარაკების პროცესი. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხს. რა შედეგით დასრულდა დიუშენის კუნთოვან დისტროფიაზე ორდღიანი შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციაში. უღრმესი მადლობა პირველ რიგში ბატონ პრემიერს ირაკლი კობახიძეს, რომ უმოკლეს პერიოდში დადებითად გადაწყდა აღნიშნული საკითხი. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს. საქართველოდან გაწვეული საფრანგეთის ორი აგენტი. საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე. ჯაშუშობის სკანდალი ფრანგულ მედიაში და ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ტესტი. საფრანგეთის ამით მოახდინა არა ირიბი, არამედ პირდაპირ აღიარება იმისი, რომ საფრანგეთის სპეცსამსახური აქტიურად მუშაობდა საქართველოს ტერიტორიაზე. რატომ გახდა პარიზი იძულებული, რომ სასწრაფოდ გაეყვანა დაზვერვის ორი ოფიცერი? საქართველო და ამერიკა. მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რაც მიგვანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. სახელმწიფო მდივანი კონგრესში, მისი მოადგილე კი საქართველოს საელჩოში. ძალიან დაინტერესებულები ვართ თქვენი ქვეყნის. მოდით ერთობლივად დავაშენოთ ამ გააქტიურებულ დინამიკას, მომენტუმს, რომელსაც უკვე მივახციეთ. იწყება თუ არა ურთიერთობების აღდგენა. ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. მზად ვართ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან შესაბამისი გზამკვლევით. რა განცხადებებს აკეთებენ კრისტოფერ ლანდაუ და მარკო რუბიო ვაშინგტონში. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე, დღეს 4 ივნისია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. გადაწყვეტილება მიღებულია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სახელმწიფოსგან მედიკამენტებს მიიღებენ. უკვე შერჩეულია კონკრეტული პრეპარატები. საგანგებო ჯგუფი პირობებზე მოლაპარაკებას იწყებს ფარმაცევტულ კომპანიებთან. უნდა დაზუსტდეს ყველა დეტალი, შესყიდვების ფორმატი და მოცულობა, შემოტანის გამარტივებული მექანიზმი და წამლის გამოყენების მკაცრი კლინიკური პროტოკოლი. ესენია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კუნთის დაშლის შენელების პროცესში. მედიკამენტების დასახელება ჯერ უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე შერჩეულია ორი. პროცესის დასრულებას და მედიკამენტების შემოტანას დაახლოებით 2 თვე დასჭირდება, თუმცა უკვე დასრულებულად გამოცხადდა აქციები. მშობლები ბედნიერები არიან, იყოც, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციაში ბოლო 2 დღეში ზედიზედ 2 შეხვედრა ჩატარდა და ამ მოლაპარაკებების შედეგი დღესვე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჩამონათვალში იყო 4 ძირითადი მედიკამენტის შერჩეული 2 პრეპარატის სახელწოდებაზე. დღეს არც მთავრობა და არც მშობლები არ საუბრობენ, რათა არ დაზიანდეს ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკების პროცესი, თუმცა ითქვა, რომ დანარჩენ 2 მედიკამენტზე გაგრძელდება მოლაპარაკება. ეს იყო დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების რეაქცია მთავრობის ადმინისტრაციაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.